აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელამ მორიგის სოლო კონცერტი გამართა. რეპერტუარი მრავალფეროვანი იყო. შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი საგუნდო ნაწარმოებები და კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელის ზვიად ბოლქვაძის მიერ არანჟირებული ყველასათვის საყვარელი ქართული კომპოზიციები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი კაპელა არსებობს. თან არსებობს აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. ეს არის ფუფუნება. ბრაო გურამ ყურაშვილი, ბრაო კაპელა, ბრაო ზვიად ბოლქვაძე. მეტი არაფერს თქვა არ შემიძლია. 2019 წლის 6 ნოემბერს სტრასბურგში ევროპის საბჭოს სასახლეში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ჯგუფი The Georgian Six დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმს საზეიმოდ გახსნიან. ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დღევანდელი საღამო არის ერთგვარი შეჯამება და დიდი გენერალური რეპეტიცია, სტრასბურგის წინა რეპეტიცია. დღეს შევასრულეთ მხოლოდ ის რეპერტუარი, რაც უნდა შესრულდეს უშუალოდ კონცერტზე სტრასბურგში. და ფორუმზე რაც უნდა შესრულდეს, ტოვებთ სიურპრიზად. ჩვენ რეპერტუარში გვაქვს როგორც უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, ასევე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი საგუნდო ნაწარმოებები, ჩემს მიერ არანჟირებული, ძალიან ცნობილი, ყოველთვის საყვარელი ქართული მუსიკალური ჰანგები, მელოდიები, საგუნდო ტექნოლოგიებით, საინტერესო ინტერპრეტაციებით ვთავაზობთ მსმენელებს. კონცერტმა ტრადიციულად აპლოდისმენტებისა და ოვაციების ფონზე ჩაიარა. ემოციების ქვეშ ვარ თითოეული ჩვენთაგანი. ვფიქრობ, საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა. მინდა მიულოცო თელს აფხაზეთის კულტურის სამინისტროს, ჩვენს თითოეულ მომღერალს. იყო წინა საგასტროლო კონცერტი, მივემგზავრებით დემოკრატიული ფორუმის გახსნაზე და იქ შევასრულებთ რამოდენიმე სიმღერას. ჩვენთან ერთად იქნებიან Georgian Sextet-ი. ვფიქრობ, აი ეს რაც დღეს ჩვენმა მაყურებელმა იხილა, აუცილებლად უნდა მოისმინოს თელმა მსოფლიომ და ამისთვის ვემზადებით. საოცარი ემოციით ჩაიარა კონცერტმა, ეხლაც აი ჟურნალისტები მივლის სტანში, რომ უსმენდი, იმდენად ბევრი სხვადასხვანაირი ემოცია წამოვიდა ერთდროულად, ხო, რომ უსმენდით, რომ არ მინდოდა რომ გაჩერებულიყო, არ მინდოდა დამთავრებულიყო და ამისი გამოტება არ შეიძლებოდა. მადლობა ძალიან დიდი.